გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ შმაგი სამხარაძე და ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ მე-13 ეპიზოდი პლატფორმა მისმინეზე. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პროპაგანდა საზოგადოებაზე, როგორ ჩნდება უნდობლობა, რატომ ვეძებთ ხოლმე მტრებს იქ, სადაც ისინი შეიძლება არც კი არსებობდნენ. და ბოლოს, რატომ არის ადამიანური სოლიდარობა უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური მიზანი თუ ზრახვა. დავიწყოთ. ამას წინ ერთ-ერთ ტელესიუჟეტს ვუყურებდი და ყურადღება ერთმა დეტალმა მიიქცია. მოდი ნახოთ. მსოფლიო სტაგნაციასა და რეცესიას ებრძვიან ერთმანეთს, აქვეა ორი ომი. საქართველოს კი 14 წლიანი უწყვეტი მშვიდობა აქვს და თან ისე, რომ რეგიონში პირველია ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეს არის გლობალურ არეულობაში ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შედეგი და კრიტიკოსებიც კი ვერ უარყოფენ, რომ ამის მთავარი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა სახელმწიფოს აგენტურის და ქსული ოპოზიციის გარესაფრთხეების და გლობალური რისკების ფონზე ბიძინა ივანიშვილი დღეს აღქმულია როგორც შემაკავებელი ძალა ქვეყნისთვის და ამაზიანებელი ინტერესების გასანეიტრალებლად და ამით ყველა სტატისტიკით საქართველოს არის მოწინავე ქვეყანა და ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ ეკონომიკური განვითარებით. როცა ასეთ სიუჟეტებს ვუყურებ, ყოველთვის ერთი კითხვა მიჩნდება. ნუ თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთან ხდება. თუ ჩავთავთ ჩრდილოეთ კორეის, ბელარუსის, რუსეთის, ვენესუელის ან სხვა ავტორიტარული ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიებს, ძალიან სწრაფად აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველგან ერთი და იგივე სცენარია. 시대 정신을 낳은 고향으로 강원도 일꾼들과 인민들이 야요 기쁨을 금치 못하시며 족보에 투서 못지않게 중요한 당 계속 일떠서고 있습니다. 현대성과 문화성 პირველი არსებობს ლიდერი, რომელიც თითქოს ყველა პრობლემისგან გვიცავს. ქვეყნის ყველა წარმატება მას უკავშირდება, ხოლო ყველა წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი სხვა. მეორე, გვეუბნებიან, რომ სოფლიოში ქაოსი, ომი და კრიზისია, ყველგან უბედურებაა, ხოლო ჩვენთან მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. და მესამე, გამუდმებით საუბრობენ შიდა თუ გარე მტრებზე, ადამიანებზე, ქვეყნებზე, ორგანიზაციებზე, რომლებიც თითქოს და მუდმივად ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას. ლიდერი, შიში და მუდმივი მტერი. ეს არც ახალია და არც რომელიმე ქვეყნის გამოგონებაა. მე-20 საუკუნეში ამ მექანიზმებს დეტალურად სწავლობდნენ ფილოსოფოსი ჰანა არენტი და ფრანგი სოციოლოგი ჟაკ ელუილი. ჰანა არენტი თავის ცნობილ ნაშრომში ტოტალიტარიზმის წარმოშობა წერდა, რომ ავტორიტარულ სისტემებს მუდმივად სჭირდებათ საფრთხის განცდა. მოქალაქემ უნდა ირწმუნოს, რომ მის გარშემო მტრები არიან და რომ მხოლოდ ძლიერი ხელისუფლება დაიცავს მას ამ საფრთხისგან. ჟაკ ელუილი კი წიგნში პროპაგანდა, ადამიანთა შეხედულებების ფორმირება აღწერს, რომ ეფექტური პროპაგანდა თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე სქემას იყენებს. ჯერ იქნება შიში, შემდეგ ჩნდება მტერი და ბოლოს საზოგადოებას თავაზობენ ლიდერს, როგორც ერთადერთ გამოსავალს. ამიტომაც, როცა სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიებს უყურებთ, ხშირად ისეთი შტაბ-ბიჭდილება გრჩება, თითქოს ერთი და იგივე სცენარისტი ყავდეთ, ერთი და იგივე გზავნილით. გარეთ ქაოსია, მტრები გვებრძვიან და მხოლოდ ჩვენი ლიდერი გვიცავს. სწორედ ამიტომ არის საინტერესო არა მხოლოდ ის, თუ რას ვიყვებიან, არამედ ისიც, თუ როგორ აკეთებენ ამას. რადგან პროპაგანდის ძალა ხშირად არა ფაქტებში, არამედ გამეორებაში, ემოციაში და შიშის გამოყენებაში იმალება. ახლა კი გადავიდეთ კვირის ამბებზე. ნახოთ ეს ვიდეო. ყველას ღაპარს, რომ ცუდი დასასრული კონდეს. ნაცარქეკია რა უნდა უქნა ეხლა? აი მდინარეზე უნდა გადაიარო. ოკაი. რაპუნცელ, გადმომიგდე შენი თმა. ლეიკემია მაქვს. ეს არის ხუმრობა, რომელმაც ბოლო დღეებში დიდი განხილვა გამოიწვია. ოქტომბრის გუნდმა განმარტებაც გააკეთა, ბოდიშიც მოიხადა და თქვა, რომ მათი მიზანი ონკოპაციენტების ან ბავშვების დაცინვა არასოდეს ყოფილა. ამაზე ყველას შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ახლა მოდით სხვა რამეს დავაკვირდეთ. რამდენი დრო და რესურსი დაეთმო ამ თემას? დღეების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო თემა იყო და სწორედ აქ მიჩნდება მთავარი კითხვა. რატომ? რატომ აღმოჩნდა YouTube არხის ერთი ხუმრობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოკუპირებულ აფხაზეთიდან გაჟღერებული მუხარა? რატომ აღმოჩნდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სამაჩაბლოს შესაძლო ანექსიაზე დაწყებული საუბარი? რატომ აღმოჩნდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალის ნინი მუჯირის გარდაცვალება? რომლის საქმეზეც ოჯახი პასუხებს დღემდე ითხოვს.
ან სხვა საკითხები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს და ადამიანის სიცოცხლეს. აი ზუსტად ეს არის პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. ყოველთვის არ გვეუბნებიან რა ვიფიქროთ. ხშირად უბრალოდ გვაჩვენებენ თუ რაზე ვიფიქროთ და ვიკამათოთ. ეგრეთ წოდებული agenda setting, რაზეც წინა ეპიზოდებში დეტალურად ვისაუბრე. იდეა ძალიან მარტივია. თუ საზოგადოების ყურადღებას ერთი თემისკენ მიმართავთ, ამ დროს სხვა ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები უკანა პლანზე გადადის და საბოლოოდ ადამიანები შეიძლება მთელი კვირა ერთ ხუმრობაზე გამართობდნენ, მაშინ როცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამბები თითქმის შეუმჩნეველი რჩება. ამიტომ ჩემთვის ამ ისტორიაში მთავარი კითხვა საერთოდ არ არის კარგი ხუმრობა იყო თუ ცუდი. ჩემთვის მთავარი კითხვა ვინ წყვეტს რა უნდა გახდეს დღის მთავარი თემა. ახლა კი მოდით სპორტზე ვისაუბროთ. გასულ კვირას საქართველოში ბევრი ადამიანი ილია თოფურიას ბრძოლას განიხილავდა. დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელებში მაშინვე გაჩნდა სხვადასხვა ვერსია. ზოგი წერდა, რომ ბრძოლა გაყიდული იყო. სხვები ამტკიცებდნენ, რომ საქმე დოპინგს ეხებოდა. ზოგი საერთოდ პოლიტიკამდე მივიდა და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. მე არ ვიცი რა მოხდა. არც თქვენ იცით და არც იმ ადამიანებმა, ვინც ამ ყველაფერს დარწმუნებით ამტკიცებენ. მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ჩემთვის სხვა რამ აღმოჩნდა. რატომ გვიჭირს ზოგჯერ იმის აღიარება, რომ სპორტში შეიძლება უბრალოდ დამარცხდე? რატომ გვინდა რომ აუცილებლად არსებობდეს საიდუმლო შეთქმულება, ფარული გეგმა, ან უხილავი ძალა, რომელიც ყველაფერს მართავს? სწორედ ამაზე წერდა კარლ პოპერი, როდესაც შეთქმულების თეორიის ფენომენს აღწერდა. მისი აზრით, ადამიანებს ხშირად გვიჭირს იმის მიღება, რომ ბევრი მოვლენა შემთხვევითობის, შეცდომების, ადამიანური სიზუსტეების და გარემოებების შედეგია. ამიტომ უფრო მარტივია დავიჯეროთ, რომ სადღაც არსებობს ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. მაგრამ სპორტი სხვანაირად მუშაობს. სპორტში არსებობენ გამარჯვებულები და დამარცხებულები. არსებობს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ტრავმა, შეცდომა და ზოგჯერ არსებობს მეტოქე, რომელიც იმ დღეს უბრალოდ შენზე უკეთესი აღმოჩნდა. საინტერესოა კიდევ ერთი რამ. როცა ასეთ შეთქმულების თეორიებს ვკითხულობდი, შევამჩნიე, რომ მათი დიდი ნაწილი ისევ დასავლეთის, ამერიკის და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას უკავშირდებოდა. თითქოს ყველგან ყველაფერს უკან ერთი და იგივე ძალა დგას. და სწორედ აქ უბრუნდებით იმ თემას, რაზეც გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ. პროპაგანდა ხშირად ადამიანებს აჩვევს, რომ მოვლენებს ფაქტებით კი არა, ეჭვებით შეხედონ. რომ ყოველი მარცხის მიღმა მტერი ეძებონ, ყოველ მოვლენაში შეთქმულება დაინახონ. და საბოლოოდ ისე ხდება, რომ რეალობაზე მეტად უკვე ეჭვების სამყაროში ვიწყებთ ცხოვრებას. ილია თოფურია დიდი სპორტსმენია. როგორც ყველა დიდ სპორტსმენს, მას ჰქონდა დიდი გამარჯვებების სერია და ახლა აქვს მძიმე მარცხი. მაგრამ სპორტის სილამაზე სწორედ ის არის, რომ ყოველთვის არსებობს დაბრუნების შესაძლებლობა. და ალბათ ყველაზე ღირსეული პასუხი სწორედ ეს იქნება. არა შეთქმულებების ზებნა, არამედ დაბრუნება და კიდევ ერთხელ საკუთარი ძალის დამტკიცება. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ამ კვირაში 72 წლის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადამიანს, რომელიც საქართველოში ათწლეულების განმავლობაში პედიატრად მუშაობდა, ათასობით ბავშვს კურნალობდა და რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი არა როგორც დამნაშავეს, არამედ როგორც ცნობილ ექიმს და აქტიურ სამოქალაქო და პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანს იცნობს. ჩემი თქმით მგონია სიზმარში. 28 წამი ვარ სულ შიგნით. რა უნდა მოიბოდიშო? მე თქვენთან ერთად ვარ, შიგნით რო ვიყო, ეგეც არაფერი არ იქნება. იქიდანაც თქვენთან ერთად ვიქნები. აი მზად ვარ, ყველაფერი ხო უყურებთ. თასმიანი ფეხსაცმელი არ მაცვია. კონკრეტული მიზანი მაქვს მე, რომ სასამართლო დარბაზში მე ვთქვა ის, რაც მაქვს სათქმელი. მე არავითარი ძალადობრივი საქციელი, როდის იყო ძალადობრივი კაცი მიდიოდეს და ხელში გეჭიროს ესე იგი და ზურგზარში გედოს გამოხდილი წყალი, ფიზიოლოგიური ხსნარი და ბოთლებით იყო შეერაღებული, რომ ესე იგი მიეშველო, ეს ხო ნონსენსი. ამ საქმეზე ყველას შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, მაგრამ როცა ამ ისტორიებს უყურებ, სხვა რამ ახსენდება. ბოლო წლებში თითქმის მუდმივად გვესმის ტრაგიკული ამბები. ახალგაზრდები იღუპებიან გზებზე, ადამიანები სამუშაო ადგილებზე კარგავენ სიცოცხლეს. პაციენტები საავადმყოფოებში კვდებიან ოპერაციების ან სამედიცინო გართულების შემდეგ. ოჯახები ითხოვენ პასუხებს და სამართლიან გამოძიებას. მომიკლე შვილი დედა, მომიკლე დედა.
ლიცენზია შეჩერებული მკვლელი ქალი მკვლელი არ დამეხმარეთ რომ გადამერჩინა არ დამეხმარეთ აი ეს გოგო მოკლეს აი ეს გოგო ლიცენზია ქონდა ამ ექიმს რომელმაც გაუგებია ვინ ექიმს ხალბატონ ეკას ვიზე მე მაქვს ლიცენზია მე SMS-ები აქვს ამ ადამიანებს რომ ხალბატონ ლიცენზიის გარეშე არიან ექიმები თქვენთან დასაქმებული არავინ არ არის მახსენდება თემურ ხადურის საქმეც 2 წელია დედა ცდილობს გაიგოს რა მოხდა მისი შვილის სიცოცხლის ბოლო საათებში 2 წელია ის პასუხებს ეძებს მოხდა კამერების ამოღება ფერმის კამერები სავარაუდოდ ეს როგორც ჩანს ეს ფაქტები არ ვერ გაითვალისწინეს თორე ამასაც გააქრობდნენ ესეც რომ ენახათ მათი მანქანა დადის იმ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ნახეს ჩემი შვილის ცხედარი დამხობილი აი იმ მიმდებარე ტერიტორიაზე დადიან მანქანით და ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმ მოცემულობას რომ ცრუჩვენებები საქმე დაუმალეს გამოძიებას ფაქტობრივად ხელი შეუშალეს და უფრო მეტიც კვალიც წაშალეს და ეს ხალხი რომლებიც ამდენ დანაშაულს ჩადიან და მერე კვალს ფარავენ არიან დაუსჯელები და ჯერ კიდევ თანამდებობებზე არიან უკიდურეს ზომამდე ვარ მისული რატო ვარ ცით ამ ზომამდე რომ სამართალი ვერ ვიპოვე და სწორედ აქ ჩდება განცდა რომელიც უკვე ბევრ ადამიანს აქვს როცა საქმე პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს ეხება, სახელმწიფო ძალიან ძლიერი, სწრაფი და ეფექტური ჩანს. მაგრამ როცა ადამიანები იღუპებიან გზებზე, სამუშაო ადგილებზე, საავადმყოფოებში, ან ოჯახები წლების განმავლობაში ელოდებიან პასუხებს, ყველა დუმს. სახელმწიფო თითქოს ქრება და არსად ჩანს. რა არის უფრო მნიშვნელოვანი? პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დასჯა თუ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლეს უკავშირდება. რადგან საზოგადოების ნდობა სწორედ აქ იწყება, იმ მომენტში, როცა ადამიანები ხედავენ, რომ სახელმწიფოს მთავარი ენერგია მიმართული აქვს არა განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ რეალური პრობლემების მოსაგვარებლად. გადავიდეთ წინა კვირის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ემოციურ ამბავზე. გასულ დღეებში მთელი კავკასია ერთ პატარა ბიჭზე ლაპარაკობდა. ინგუშეთში 8 წლის ხიზირი მეგობრის გადასარჩენად მდინარეში გადახტა. მეგობარი გადარჩა, თავად ხიზირი კი ძლიერმა დინებამ წაიღო. ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბავი, მაგრამ ამავდროულად გმირობის ამბავიცაა. ეს ისტორია მახსენებს შოთა რუსთაველის სიტყვებს ვეფხის ტყაოსნიდან. ხამს მოყვარე მოყვირსათვის თავი ჭირს არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. ხიზირმა სწორედ ეს გააკეთა. ეს არის ნამდვილი კავკასიური საქციელი. ერთგულება, მეგობრობა, სხვისი სიცოცხლისთვის საკუთარი თავის გაწირვა. მის საძებნელად ათასობით ადამიანი გამოვიდა ჩრდილოეთ კავკასიიდან, სამხრეთ კავკასიიდან. განსხვავებული შეხედულების, ბრწამსის და კავკასიის ყველა კუთხის ადამიანები. და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი რეგიონი საუკუნეების განმავლობაში კონფლიქტებს, დაპირისპირებებსა და გაყოფის მცდელობებს გადიოდა. ბევრს უცდია კავკასიელების ერთმანეთისთვის დაპირისპირება. ბევრს უცდია ხალხებს შორის უნდობლობის დათესვა. მაგრამ ზუსტად ასეთ მომენტებში ჩანს, რომ არსებობს რაღაც ისეთი, რაც ამ ყველაფერზე ძლიერია. ადამიანობა, მეგობრობა, თანადგომა და საერთო ტკივილის გაზიარება. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ხიზირის ისტორია მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არ არის. ეს არის შეხსენება იმისა, თუ რა აერთიანებს კავკასიას. და ზოგჯერ ერთი პატარა ბიჭის გმირობა უფრო მეც საკეთებს ხალხების დასაახლებლად, ვიდრე ასობით პოლიტიკოსი და ათასობით პოლიტიკური განცხადება. მეგობრებო, დღეს ვისაუბრეთ პროპაგანდაზე, შიშზე, შეთქმულების თეორიებზე და სამართლიანობის განცდაზე. მაგრამ საბოლოოდ ისევ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ არც პროპაგანდა და არც პოლიტიკა არ არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ადამიანობა, სოლიდარობა და ერთმანეთის გვერდით დგომა. მადლობთ, რომ გვიყურებთ. ეს იყო მე-13 ეპიზოდი. დაწერეთ კომენტარები, გაუზიარეთ მეგობრებს და შევხვდებით მომდევნო კვირას.